საქართველოში ლოვის დღეა, საქართველოში ოჯახი ადამიანი, რომელიც უგრილი იმ ტრაგედიისადმი, რომელიც მოხდა, უგრილი სამი ახალგაზრდას გარდაცვალების გამო, რომელიც მართლა ძალიან დიდი ტრაგედია. მე მინდა მივუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა ოჯახის წევრებს, მინდა მივუსამძიმრო ახლობლებს, თანამებრძოლებს და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. მინდა გამძლეობა უსურვო იმ ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და აგრძელებენ ძალიან სახიფათო ვითარებაში სამსახურს და ასევე მინდა უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ რა თქმა უნდა საქართველო უნდა იყოს მონაწილე მსოფლიო უსაფრთხოებისათვის ბრძოლის საქმეში, მაგრამ მაშინ, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოები, ისეთები როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მართლაც მინიმალურ კონტინგენტს აღგზავნის ავღანეთში, ნამდვილად გაუგებარია, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი წილობრივი მოცულობით სახელმწიფო, რომელიც თავის ჯარისკაცებს წარმოადგენს. ამიტომ მე ხმადა ვარ გარწმუნებული იმაში, რომ საქართველო უნდა გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა ნატოს სხვა სახელმწიფოებმა და ამით ჩვენ შევძლებთ დამატებითი შესაძლო ტრაგედიების თავიდან აცილებას. საკმარისზე მეტი წვლილი გაიღო უკვე საქართველომ, საკმარისზე მეტი მსხვერპლი გაიღო საქართველომ იმ ოპერაციაში, რომელშიც ჩვენი წვლილი შეტანა მიგვაჩნდა ჩვენს მოვალეობამ.